დეკემბრის დადგომასთან ერთად მსოფლიოს დიდი ქალაქები და პატარა დაბები ჯადოსნურ სამყაროდ გარდაიქმნება, სადაც მთავარი როლი არა მხოლოდ ციმციმე განათებებსა და მორთულ ნაძვისხეებს, არამედ იმ განუმეორებელ სურნელს ეკუთვნის, რომელიც ქუჩებში ტრიალებს. საშობაო ბაზრობები, რომლებიც ევროპული ტრადიციიდან გლობალურ ფენომენად იქცა, წარმოუდგენელია ტრადიციული ტკბილეულის, ნოყიერი ხემსისა და ცხელი სასმელების გარეშე. ეს გასტრონომიული ელემენტები ქმნიან იმ უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც ადამიანებს სიცივეშიც კი გარეთ იზიდავს და სადღესასწაულო განწყობას უქმნის. ამ სურნელოვანი ქაოსის უპირობო ლიდერი ტრადიციული ჯანჯაფილის ორწყობილაა, რომელიც სხვადასხვა ფორმითა და სახელით გვხვდება. გერმანული ლეპკუხენი თუ კლასიკური ჯინჯერის ბრედი საშობაო ბაზრობების სავიზიტო ბარათია. დალიჩინის, ჯავზისა და მიხაკის არომატით გაჟღენთილი ეს ტკბილეული ხშირად გულის ფორმისაა და ზედ სხვადასხვა სადღესასწაულო წარწერითაა გაფორმებული. მას გვერდს ევროპის კიდევ ერთი სიამაყე შტოლენი უმშვენებს მძიმე და არომატული ნამცხვარი ჯირებით და თხილეულით, რომელიც ზემოდან თოვლივით პუდრითაა დაფარული. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი პოპულარობის პიკს ეგრეთ წოდებული ბუხრის ნამცხვარი აღწევს, რომელსაც მაღალზე ღია ცეცხლზე აცხობენ შაქარს და ნიკოში ავლებენ და ცხელს მიირთმევენ. მისი ტკბილი კვამლის სურნელი დამსვენებლებს შორიდანვე იხმობს. თუმცა ზამთრის სუსხში მხოლოდ ტკბილეული საკმარისი არ არის და ბაზრობების განუყოფელი ნაწილი ნოყიერი ხემსებიცაა. აქ პირველობას არავის უთმობს გერმანული ძეხვეული ბრატვურსტი, რომელსაც გრილზე წვავენ და ხრაშუნა ფუნტუშაში მოთავსებულს სტუმრებს მდოვრთან ერთად სთავაზობენ. მათთვის კი, ვისაც უფრო მსუბუქი და მცენარეული საკვები ურჩევნია, მოხალული წაბლი ნამდვილი აღმოჩენაა. ქუჩის კუთხეებში მდგარი დიდი ქვაბებიდან ამოსული წაბლის სურნელი ბევრისთვის სწორედ ბავშვობისა და ზამთრის არტ-დეკების ასოციაციას იწვევს. ყველა ამ გემოს კი სრულყოფილს ცხელი, არომატული სასმელები ხდის, რომელთა გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია. გლინტვეინი ანუ ცხელი ღვინო საშობაო ბაზრობების მთავარი ატრიბუტია. წითელი ღვინის, ფორთოხლის, დალიჩინისა და ანისულის ნაზავის სხეულსაც ათბობს და გონებასაც ატუნებს. მას კონკურენციას იგნოგი უწევს რძის, კვერცხისა და სანენებლების ბაზაზე მომზადებული კრემოვანი სასმელი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ანგლო-საქსურ ქვეყნებშია, ხოლო ბავშვებისა და ტკბილის მოყვარულებისთვის ცხელი შოკოლადი ნაღების ქუდითა და ზეფირით ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც სითბოსა და კომფორტის შეგრძნებას ქმნის. საბოლოო ჯამში ეს კერძები და სასმელები უფრო მეტია ვიდრე უბრალო საკვები. ისინი კულტურული იდენტობის ნაწილი და დღესასწაულო რიტუალის მთავარი კომპონენტებია. გლობალიზაცია მოახერხა, რომ გერმანული ძეხვი, იტალიური პანეტონე თუ ფრანგულის ცხელი შოკოლადი მსოფლიო მემკვიდრეობად ქცეულიყო. სწორედ ამ გემოების ერთობლიობა ქმნის იმ უხილავ ძაბს, რომელიც დეკემბრის ცივ დღეებში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საერთო სიხარულს ანიჭებს.